მოგესალმებით მეგობრებო. კიდევ ერთი ვიდეოთი მინდა რომ დავბრუნდე. ხა გამოვედი გადასაღებად, ცოტა შესავალს გავაკეთებ. როგორც ნახეთ, კარგად ჩაიარა წინა შეხვედრა. იყო ცოტა დაძაბულობა, მაგრამ მსაჯიდან გამომდინარე, ასე რომ ეს კვირა უკეთესი მომზადების უნდა იყოს და შაბათი უნდა იყოს უკეთესი შეხვედრის დღე. თავარია გამარჯვება. თავარია რომ გუნდს მოუტანოთ ქულები, ასე რომ დავიწყოთ. ან კარგია, როგორც წინა ვიდეოში ვთქვი, დილის ენერგიები ჩემთვის. ძალიან მიყვარს მზე, ძალიან მიყვარს ზოგადად მოძრაობა, მიყვარს გაჩერება და აქედან გამომდინარე არასდროს არ მაქვს სურვილი სახლში გაჩერების, ტყუილად ყოფნის, როგორც კი შესაძლებლობას ვხედავ და ჩნდება რომ სადმე გავიდე, სუფთა ჰაერზე ვიყო და ეხა უკვე თქვენ გესაუბროთ. ყოველთვის ვარჩევ ამას რა, ვიდრე ვიყო სახლში და რაღაცა არაფრის მომცემი ფილმის ყურებით დავყავდე. ფილმი რაღაცას გაძლევს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მირჩევნია რომ ესე ვიმოძრაო სულ. ყოველდღილა ჩემთვის არის ახალი შესაძლებლობა. ჩემთვის არის კიდევ და კიდევ მადლობის თქმა ღმერთისთვის რომ დღეს აქ ვარ და ის მაქვს რაზეც ერთდროს ვოცნებობდი. ასე რომ რამდენჯერაც ეს გამახსენდება, ყოველთვის მადლიერებით ვივსები და ყოველთვის მიჩნდება იმის განცდა რომ თუ რაიმეზე ოდესმე ვწუწუნებ, არ ვარ მართალი და არ უნდა ვწუწუნებდე. რაც უფრო ვიზრდები და რაც უფრო ბევრ რაღაცას ვნახულობ ცხოვრებაში, მით უფრო მიჩნდება იმის სურვილი, რომ ყოველთვის მადლობა უთხრა ღმერთს და ყოველთვის მადლობა უთხრა ჩემს ცხოვრებას იმისთვის, სადაც კონკრეტულ მომენტში ვარ. იმიტომ რომ ხო, როგორც ვიხსენებ და როგორც ჩემს წარსულს ვავლებ თვალს, სულ მინდოდა რა, მაგალითად დღეს რო აქ ყოფილიყავი, სულ მინდოდა რომ ისეთი კარგი ურთიერთობა მქონოდა, ოჯახურ ურთიერთობას გულისხმობ, როგორც ეხლა მაქვს ჩემს ცოლთან, მაგალითად. და რავი, ერთ დროს ის პატარა რაღაცეები, რაც ეხლა მაქვს და შეიძლება ვერ ვაფასებ, ჩემთვის იყო ჩანდა მიუღწევლად, ასე რომ ახლაც ასე მგონია რა რაღაცეებზე, რაზეც ვფიქრობ და გონია რომ ძალიან შორსაა ჩემგან, შეიძლება ძალიან მალე მივიდე ამ მიზანთან და ხო, უნდა დავაფასო რა. ეხლანდელი დროც, მაშინდელით, როცა მივალ, როცა ამის დაფასებას ვისწავლი, ჩემი აზრით, სამყარო ორმაგად გაგახარებს და ორმაგად გაძლევს რაღაც ახალ შესაძლებლობებს, იმ ყველაფერს, რაც ერთ დროს გინდოდა და ოცნებობდი. ამიჯერ აი ძალიან ბედნიერი ვარ მხოლოდ იმით, რომ თუნდაც ესეთი კარგი დილა მაქვს. და რა ახალი მიზნებით ვიღვიძებ რა, ყოველ დღე ესეც კი მახარებს, რომ ღმერთი მაძლევს ამას და ღმერთი მაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიმუშაო ჩემს თავზე, ვიშრომო და კიდევ მეც მივაღწიო რა. მეც მივაღწიო და მაქვს შესაძლებლობა, რომ ჩემი ოჯახი გავახარო რა. აი ამაზე მაგარი ჩემთვის არაფერი არა. წავედი ხა და ვარჯიშიდან დაგებრუნდებით. 11 საათზე გვაქვს ვარჯიში. გამოიწერი არხი, რადგან ძალიან დიდ мотиваციას მაძლევ მაგით. ლაიქე ვიდეო. და რავი, გავუყვეთ ერთად ამ გზას და ვნახოთ სანამდე მიგვიყვანს. ხო, რაც შეეხება სხვა ფორმატს, რისი გაკეთებაც მინდა და ძალიან მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით. თუ იქნება საინტერესო თქვენთვის, რავი, დამიწერეთ კომენტარებში, ვაპირებ ასეთ რაღაცას. მინდა დავიწყო პოდკასტის სტილის გადაცემების ჩაწერა, ოღონდ უშუალოდ მოჭიდავეებთან. უშუალოდ იმ ბიჭებთან და იმ სპორტსმენებთან, რომლებსაც ესე საჯაროდ არა მხოლოდ ჭიდაობაზე, არამედ ცხოვრებისეულ თემებზე არა აქვთ საუბრები. და რავი, მე ესე ვფიქრობ, რომ ბევრისთვის საინტერესო უნდა იყოს. მაგალითად ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც ძალიან აინტერესებთ ჩვენი ბიჭების, ჩვენი საამაყო სპორტსმენების ზოგადი შეხედულება არა მარტო სპორტზე, არამედ ცხოვრებაზე და რავი, ასე ვფიქრობ. ოღონდ არ მინდა გავაკეთო აი ჩვეულებრივი პოდკასტის სტილი. ცოტა მინდა რომ აი სპორტული ხასიათი მივცე.
და ყველა გადაცემა შევეცდები რომ იყოს დარბაზიდან ჩაწერილი ცოტა მოძრაობით ცოტა იქ რაღაცა ვარჯიშთან ერთად რა ვნახოთ რა თქვენ რას მირჩევთ ამასთან დაკავშირებით აი მართლა მაინტერესებს და დამიწერეთ აბა როგორი იდეა ღირს თუ არა დაწყება და თუ საინტერესოდ ჟღერს რა თქმა უნდა ორმაგად უფრო დიდი мотиваცია მომეცემა იმისთვის რომ ეგ პროექტი დავიწყო და თამამად ვიტყვი უკვე ვიყო პირველი ვინც მსგავს თემებს შეესთავაზებს მაყურებელს კონკრეტულად მოჭიდავეებს What we have today? We have today circle training. Circle. Okay. Yes. Bodybuilding? Yeah. Okay. Okay. It's like to me. გვაქვს დიმას ვარჯიშები, წრიული ვარჯიში გვაქვს. სხვადასხვა იარაღებზე და გაჩვენეთ ახლა ყველაფერს. თითო წრი არის 3 წუთიანი და ვაკეთებ გონი 4 წრეს. ანუ 3-6 წუთი ერთი შეხვედრა და დღეს გამოგვივა 2 შეხვედრის ფიზიკური ვარჯიშების გაკეთება. ახლა ჩავაკეთებ. შეცვალე ხელი. იგივე მოძრაობებს ზუსტად. წავიდა ჯავა, წავიდა დავა. ტემპში. ესე მიდის სადება. დავაი 15 წამი.
Second bench 5. Time. მოკლედ მეგობრებო, ბევრმა თქვენგანმა კითხა ფიზიკური ვარჯიშების შესახებ და ჩვენ ძირითადად ვაკეთებთ აი ძველი სტილის ვარჯიშებს რა. ტურნიკი, ორძელი, ხელებზე აზიდვები, ყველაზე ისეთი პრიმიტიული ვარჯიშები, რასაც თქვი. ეს ახლა დღეს რაც გავაკეთეთ, კიდე უფრო ახალი ხილია ჩვენთვის რა. აი ამ ტრენერს აქვს, ამ უკრაინელ ტრენერს აქვს რაღაცა განსხვავებული სტილის ვარჯიშები და ჩვენც რა თქმა უნდა ყველაფერს სიახლეს ვცდილობთ რომ შევეგუოთ, ვისწავლოთ რაღაცა ხლები და აქედან გამომდინარე ვაკეთებთ ამას. თუმცა როცა საქართველოში ვარ და როცა ჩვენს დარბაზებში ვარჯიშობთ, ვაკეთებთ ძველებური სტილის ვარჯიშებს, წრიულ ვარჯიშებს, უფრო მეტი ინტენსივობით ვიდრე აქ და ძალიან ბევრი იარაღზე რა, ანუ ბევრი გადაცვლებით, ბევრი მისვლებით უფრო. და კიდე რა ფიზიკურ ვარჯიშს რაც შეეხება შტანგა რა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარჯიშია შტანგა და როგორც შტანგას ვაკეთებთ აი როგორც წინა ვიდეოში გითხარით. რამდენ მისვლასაც ვაკეთებთ, იმდენ გამეორებას ვაკეთებთ თითო მისვლაზე, ასე რომ ესაა რა ჩვენი ძირითადი ფიზიკური ვარჯიში, რაღაც არაფერი განსაკუთრებული. და ხო, ანუ ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით ისეც, რაც ნანახი არ გექნებათ. და ყველაფერს ისევ და ისევ ძველებური სტილით მიუყვებით, იმიტომ რომ ჭიდაობისთვის ყველაზე გამომდგარი მაინც ჩემი აზრით ის ძველი სტილი და უფრო რთული ვარჯიშებია, უკეთესი ვიდრე რაღაც ახალი ფიტნესის მსგავსი ვარჯიშები რა. დღეს რაც გავაკეთეთ, ძირითადი აქცენტი სისწრაფე იყო და მეტი ინტენსივობა რა, აი მაგალითად პარტერისთვის ის კარგი იყო ეხა ბურთის ამოქაჩვევი, მოძრაობისთვის აი კედელთან ბურთზე მიწოლას კარგი იყო და ასე რა, რაღაც ზოგი ვარჯიში კარგია რა თქმა უნდა და ჩვენც ვაკეთებთ ყველაფერ ამას. თუმცა ხო, ტურნიკი, ორძელი, შტანგა ყველაზე კარგია ჩემი აზრით. ესე მორჩა დღევანდელი ვარჯიში, დილის ვარჯიში. შვენიერი გამოვიდა. მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ. გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეოები და კიდევ და კიდევ უკეთესი ვიდეოებით იმედია დაგებრუნდებით და დაგებრუნდებით. მადლობა ყველას. ხო, მიკროფონსაც მალე შევიძენ და ტელეფონით აღარ დამჭირდება ხვის ჩაწერა. დროებით.